ჩინელებს მენოპაუზას სახელი აქვთ მეორე გაზაფხული. აი დასასრულ სიბერის დასაწყის სამწუხაროდ ესეთი მიდგომა და ჩვენთანაც ეს აზრი მუსირებს ზოგადად. ეს ენერგია მიმართული უნდა იყოს საკუთარ თავზე, საკუთარ თავის პატივისცემაზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე. ნუ შევხედავთ, მოდი ამ საკითხს როგორც დაბერებას, დასასრულს არავითარ შემთხვევაში. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. ჩემი სტუმარია დღეს მანენა ჭყონია, გინეკოლოგი და ვისაუბრებთ ძალიან საჭირბოროტო, საინტერესო საკითხზე, +40 ქალებისთვის განსაკუთრებით მენოპაუზაზე. გამარჯობა, მანენა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ხარ ჩემი სტუმარი და კეთილი იყოს შენი მობრძანება. მადლობა. დავიწყოთ ხა ჩვენ ძალიან საინტერესო თემით. აი რა არის ეს მენოპაუზა? იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი დეტალი, რაც გასათვალისწინებელია +40 ქალბატონებისთვის. გეთანხმებით. მენოპაუზა ზოგადად ეს არ არის რაიმე დაავადება და რაღაც პათოლოგიური მდგომარეობა. ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ყველა ქალბატონისთვის გასავლელია თავის ცხოვრების გზაზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შევხედავთ მენოპაუზას, როგორი განწყობა გვექნება ამის მიმართ და როგორი მომზადებულები შევხვდებით ფიზიკურადაც და ასე ვთქვათ მორალურადაც ამ პროცესისთვის. მენოპაუზა ზოგადად მოიცავს სამ ძირითად ფაზას. ეს არის პერიმენოპაუზა, ანუ მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც შეიძლება რამოდენიმე წელი გაგრძელდეს. ამ პერიოდში იწყება ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ეს ჰორმონების თამაში, ამიტომ მენსტრუალური ციკლი ირევა. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რაღაცნაირად გადაწყობა მიდის ორგანიზმისთვის და მინდა გითხრათ, რომ ეს კარგია ერთი მხრივ, იმიტომ რომ სტრესულად და უცებ არ გადადის ორგანიზმი მენოპაუზაში, განსხვავებით ხელოვნური მენოპაუზებისგან ოპერაციების შემდგომ რაც დგება. რამოდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ეს მკაცრად 12 თვე იქნება გასული, ანუ 1 წელი ჩვენ ვამბობთ დადგა მენოპაუზა. ანუ 1 წლის გასვლის შემდეგ. ამის შემდეგ უკვე იწყება მესამე პერიოდი, ეს არის პოსტმენოპაუზა, რომელიც გრძელდება მენოპაუზის დადგომიდან ცხოვრების ბოლომდე. რაც შეეხება ქალბატონებს, რასაკვირველია ყოველთვის ღელავენ ამ პროცესისთვის, არავინ არ იცის ვის როგორი მენოპაუზა ექნება, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, დამოკიდებულია გენეტიკაზეც, გარემო ფაქტორებზეც, ცხოვრების წესზეც, თვითონ ორგანიზმის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის მხრივ, ასე რომ წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, როგორი მენოპაუზა ექნება ქალს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ უფრო მომზადებულები შევხვდებით, შესაბამისად უფრო მარტივად გაივლის ეს პროცესი. ნუ რა იგულისხმება ამ მომზადებაში? ნუ პირველი მინდა გითხრათ, რომ ემოციური ფაქტორი. საერთოდ იცით როგორ არის ესეთი მიდგომა, რომ აი დასავლეთის მხარე აღიქვამს მენოპაუზას როგორც რაღაც აი დასასრულ სიბერის დასაწყის სამწუხაროდ ესეთი მიდგომა და ჩვენთანაც ეს აზრი მუსირებს ზოგადად. აი აღმოსავლური კულტურა ცოტა სხვანაირად აღიქვამს. მაგალითად, ჩინელებს მენოპაუზას სახელი აქვთ მეორე გაზაფხული. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო და რატომ არის ეს მიდგომა? ჩინური ფილოსოფიით ქალის ცხოვრება იყოფა 7 წლიანი პერიოდებით. აი 59 წლის ასაკში, როცა 7-ჯერ 7 პერიოდი გავა, მაგეთ ფილოსოფიით ახალი პერიოდი ეწყება ქალს, ითვლება რომ ამ დროს უკვე შვილის გაჩენის პერიოდი, ანუ რეპროდუქტოლოგიური პერიოდი მთავრდება, ანუ ქალის ბიოლოგიური მიმართულება შვილის გაჩენისკენ დასრულდა. ანუ ის თავის ენერგია, რომელიც უნდა ცხოვრებაში გამოეყენება, რა ფუნქციაც იყო შვილოსნობა, შვილებს ზრუნვა, შთამომავლობის მოცემა, ეს დასრულდა და იწყება მეორე გაზაფხული, უკვე თავის მოვლის. ეს ენერგია მიმართული უნდა იყოს საკუთარ თავზე, საკუთარ თავის პატივისცემაზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე. ესე უყურებს ჩინური მედიცინა აი ამ საკითხს. ძალიან მომწონს ეს. არაჩვეულებრივია.
იაპონელებს აქვთ განახლებული წლები ქვია უკვე მენოპაუზას იმათი იგივე თვალსაზრისით რომ ახალი განახლება ხდება სადაც ქალი მეტ დროს უთმობს თავის თავს ცვლის ცხოვრების წესს ითვლება რომ ის ენერგია რაც იხარჯებოდა გარეთ მხოლოდ თავის თავზე უნდა დაიხარჯოს და ეს არის ძალიან კარგი პერიოდი ქალის თვითდამკვიდრებაში რა კარგ ხასიათზე დამაყენა არა ჩვეულებრივ ძალიან ინდურ ფილოსოფიაში ითვლება რომ ცეცხლოვანი ფაზა გადადის ჰაეროვან ფაზაში ანუ ჩვენ თუ შევხედავთ რომ ქალისთვის ეს რაღაც კუთხიდან აღმოჩნდა რომ თურმე პირიქით უკეთესიც არის უკვე ამ დროს ქალს უფლება აქვს არასთქმა ისწავლოს დანარჩხებზე ზრუნვაზე და უკვე დაიწყოს თავის ძილის მოწესრიგება, კვების მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობის მოწესრიგება, ამის უფლება ეცემა ბიოლოგიურად. ასე რომ ნუ შევხედავთ მოდი ამ საკითხს როგორც დაბერებას, დასასრულს არავითარ შემთხვევაში ყველაფერი წინ არის და კიდევ ბევრი საუკეთესო აღმოჩნდა რომ წინ გვაქვს. ძალიან კარგი ძალიან საინტერესოა და ძალიან საინტერესო. გეთანხმებით. მოდი ესეთ კითხვას დაგისვამ. მაგალითად შენ ახსენე რომ ციკლი თუ წყდება ან ირევა, მაგ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს სიმპტომი იმისა, რომ დადგეს მენოპაუზა, მაგრამ ასევე ახსენე რომ შეიძლება უცბად მოხდეს ეს ყველაფერი გაუფრთხილებლად და როგორ შეიძლება გავიგოთ როდის შეიძლება მოვიდეს მენოპაუზა? არის რამე ანალიზი კეთდება? იცით არის კი როგორ არის ანალიზი საკვერცხების მარკერი ქვია, რომელიც მოიცავს ამ ინფორმაციას, რა დრო ადარჩენილი, როგორი მდგომარეობა აქვს საკვერცხეს, მიმართულია თუ არა მენოპაუზისკენ თუ აქტიური ფუნქციის ფაზაში კი როგორ არა კეთდება ესეთი ანალიზი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საჭიროების დროს უფრო იკეთებენ ქალბატონები, ვიდრე უბრალოდ ინტერესის გულისთვის, მაგრამ ჩვენც ვნიშნავთ, როგორც როცა რაიმე ისეთი სამედიცინო საკითხი არის გადასაწყვეტი საკვერცხების ფუნქციასთან მიმართებაში კი არსებობს. მინდა გითხრათ, რომ აი ეს ჰორმონების დეფიციტი ძირითადი ეს არის ესტროგენი და პროგესტერონი, რომლის ბალანსის დარღვევაც იწვევს უკვე აი ამ თანმხლებ მოვლენებს, რაც ქალებისთვის შემაწუხებელია. ეს არის წამოხურებები, ალები, ღამის უძილობა, ხასიათის შეცვლა, აგზნებადობა. ნუ მერე თანსდევს რასაკვირველია უკვე კანის სიმშრალე, თმის, ბრჭყილის სტრუქტურის შეცვლა. HRT ხო, მე მგონი. ეს არის ჰორმონოთერაპია. ჰორმონოთერაპია თუ ვრთავთ ჰორმონოთერაპიას, მაგ ეგეც განვიხილოთ, როდის ირთვება და როდის არა. თუ მენოპაუზა მიმდის მშვიდად და წყნარად და შემაწუხებელი არ არის, რასაკვირველია არ ვერევით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩავერიოთ ფიზიოლოგიური პროცესია და პირიქით თუ პრობლემა არის, არ ღირს რაღაცნაირად ორგანიზმის სხვანაირად შევანჭრიოთ. თუ არის შემაწუხებელი, რაც ქალისთვის უკვე ცხოვრების წესი აისახება, რასაკვირველია ვრთავთ ჰორმონოთერაპიას. ხარისხს თუ უქვეითებს ხო ცხოვრების? რასაკვირველია, გამოდის წყობიდან, იცით, ქალის ემოციური მდგომარეობაც უკვე ისეთია, რომ თვითონვე აღნიშნავს, რომ უჭირს ამის გადატანა, ვრთავთ ჰორმონოთერაპიას. მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო დროულად ჩაირთვება ჰორმონოთერაპია, მით უკეთეს შედეგს ძებს. რატომღაც ეს ჩვენთან მაინც არის, რომ ჰორმონების მიმართ განწყობა არის რაღაც შეშინებული, თვითონ ითხოვენ ქალბატონები, რომ უი ჰორმონი არ მინდა, არ არის ეს სწორი მიდგომა, როდესაც საჭიროება და როდესაც ორგანიზმს დეფიციტი აქვს ამისი მწვავედ გამოხატული, ჯობია რასაკვირველია ჩავერთოთ, დაინიშნოს ჰორმონოთერაპია და შესაბამისად ეფექტიც გქონდეს დადებითი და პოზიტიური. ასე რომ ნამდვილად მისაღებია, ჩასართავია და კიდევ განმეორდები, რაც დროზე დაიწყება ჰორმონოთერაპია, მით უკეთესია ორგანიზმისთვის. მაგრამ ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო. არა, ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ არის საჭირო. არა. ფიზიოლოგიური პროცესში არ ჩავერთვებით, თუ არ ითხოვს განსაკუთრებული რაღაც ჩვენებების გამო ჩართვას. ნამდვილად ყოველთვის არ ვერთვებით. რაც შეეხება ესტროგენს, თავარი და წამყვანი, რატომ ხდება ქალის ორგანიზმში ესეთი მოვლენები? ან ზოგში ხდება, ზოგში არა, აი რა დაახლოებით რა შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ. რა ხდება ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დროს? პირველი დეფიციტი, რაც ყველაზე მწვავე, ეს არის ესტროგენის დეფიციტი. ესტროგენი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომლის მოქმედებას აისახება არა მხოლოდ რეპროდუქტიულ სისტემაზე, არამედ მთელ ორგანიზმზე.
აღმქმელი რეცეპტორები არის ყველგან კუნთებში, კანში, თავის ტვინში, ძვლოვან სისტემაში, ანუ მთელი ორგანიზმი აღიქვამს ჰორმონის არსებობას. როდესაც იწყება დეფიციტი, უკვე ირთვება განგაში, რომ რაღაც ნაკლებობა არის. ყველა ორგანოზე შესაბამისად მეტნაკლებად აისახება. აი თავის ტვინი მაგალითად აღიქვამს ესტროგენის ნაკლებობას, როგორც გლუკოზის კარგად ათვისების ვერშეძლებას. შესაბამისად მიდის აი რაღაც მეხსიერების დაქვეითება, რაღაც აი თითქოს რაღაც დაბინდულია გონება. გულსისხმთა სისტემა აღიქვამს, ელასტიურობა იცვლება სიზარღვების და ამიტომ დეფიციტი მიდის სასიცხლის მიმოქცევის. ნუ კანზე მოგვეხსენება კი ბატონო, რომ კანის სიმშრალე და დეგიდრატაციის კი ძვლოვანი სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, პირველი პერიოდის, აი მენოპაუზის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ძვლოვანი სისტემა კარგავს თავისი მასის დაახლოებით 20%-ს. ანუ ძვალი კი არ ქრება, უბრალოდ იმდენად იფიტება კალციუმისგან და ხდება მყიფე, მსხრევადი. სიმჭიდროვეს კარგავს. სიმკვრივე, კი ბატონო, იცვლება სიმკვრივე და შესაბამისად 20% იკარგება. ანუ ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. ასე რომ ყველაფერზე აისახება ესტროგენი. ამიტომ პროგესტერონს რაც შეეხება, პროგესტერონი მეორე ფაზის უფრო სიმშვიდის ჰორმონი, აი ღამის უძილობები, ოფლიანობები, ეს უფრო პროგესტერონის ნაკლებობით არის გამოწვეული. შესაბამისად ჰორმონოთერაპიის დროს, დანიშვნის დროს ყოველთვის ვკითხულობთ, აი ღამე როგორია, რამდენჯერ არის წამოხვი, დღე მეტად არის ღამე, რომ ჩვენც გავიგოთ ესტროგენის და პროგესტერონის ერთმანეთთან მიმართებაში როგორი დეფიციტია ორგანიზმში. რაც შეეხება ახლა თვითონ აი ამ გამოხატულებებს. იმიტომ რომ ქალისთვის ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, როდესაც არა მარტო ფიზიკურად, არამედ რაღაც გარეგნულადაც აისახება ეს, ამიტომ საჭიროა რომ დროულად მიექცეს ამას ყურადღება და აქ უკვე ვლაპარაკობთ ძილის ჰიგიენაზე, რომელიც აუცილებელია, ვლაპარაკობთ ნუტრიციოლოგიაზე, ანუ კვების მოწესრიგებაზე, აუცილებლად ფიზიკურ დატვირთვაზე, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ნამდვილად, აი მაგალითად, ნუ კვება გასაგებია. კვება ჩვენ კი დავამატებთ დაუშვათ დანამატებს, კვები დანამატებს, მაგრამ ეს მაინც ვერ ანაცვლებს სრულფასოვან კვებას ვერაფრით, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ცილოვან კვებაზე გადასვლა. მაგრამ სწორად რო გაიგონ, რომ ხო, ცილოვანი კვება ხანდახან ქალბატონებს გონიოთ, რომ მხოლოდ ცილები მიირთვან და მე ისიც თქვი, რომ ეგ ჰორმონებზე ძალიან ცუდად აისახება, თუ დაბალანსებული არ იქნება. ცილოვანი კვება მოისაზრებს, რომ პროპორციულად დაცული იყოს ცილის რაოდენობა, აუცილებელია უჯრედისი, აუცილებელია ჯანსაღი ცხიმების მიღება და ნახშირწყლები ჯანსაღი. ნახშირწყლები უჯრედისი შემადგენლობა კი, ნამდვილად. აუცილებლად და პროპორციულად უნდა იყოს, ამიტომ ვამბობთ, ამას უნდა სპეციფიური მიდგომა და რა usე ზოგადად მოსაზრებით მოდი ამას შევჭა. თან იცით, როდესაც სიმპტომები არის დამახასიათებელი, აი დავუშვათ ალებია ხშირი, ამ შემთხვევაში ვამბობთ თერმორეგულაციაზე რაც მუშაობს, ის საკვები უფრო მეტად მივიღოთ, მარტო ეგ არ მოაწესრიგებს, მაგრამ ფონს მაიწყნის. ნუ აი მაგალითად ალების შემთხვევაში, როცა შემაწუხებელი არის ალები, უკეთესია მივიღოთ ის პროდუქტი, რომელიც თერმორეგულაციაზე დადებითად მოქმედებს ორგანიზმის. სრულად რასაკულა ვერ აღმოფხვრს, მაგრამ ფონს მაინც ქმნის. ეს არის შავი კინოა, ეს არის ნიგოზი, მწვანე ფოთლოვანი, ბოსტნეული, თუ მწვანე ლეული, როგორც გვინდა ისე გავიგოთ. ომეგა-3 აუცილებელია. ომეგა-3-ს ანთებისაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, რომელიც ასევე ორგანიზმში უფრო მეტად რისკი ხდება ანთებითი პროცესების, ასევე დამატენიანებელი მოქმედებაც აქვს, კანის სტრუქტურის მოქმედებაც აქვს, კანზე თმაზე ფრჩხილზე აისახება დადებითად. კიდევ არის ერთი საინტერესო ფაქტორი, როდესაც ეს ალებია, ამ დროს ცივ სასმელებს უნდა მოიხოთ, თითქოს პირიქით არის უფრო ქსიამონებს. პირიქით მიჩნეულია, რომ თბილი კვება არის უფრო სასურველი. დიდხანს მომზადებული პროდუქტი, ბოსტნეული, ჩაშუშული, ასევე თბილი სასმელები და არა ცივყინულიანი წყალი. ეს უკეთესად არეგულირებს. ისიც სიგნალი მიდის პირდაპირ ჰიპოთალამოსში, რომელიც არის თერმოსტატი ორგანიზმის და აი რაღაცნაირად ფონს ქმნით, რომ ესეც დავარეგულიროთ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს და მინერალებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიტამინები. დავიწყოთ D ვიტამინიდან, რომელიც ძვლის სიმკვრივეზე პირდაპირ მუშაობს, გარდა ამისა დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს და ძილის ხრივათაც და გუნება განწყობასაც. კალციუმი აუცილებლად. კალციუმის დღიური დოზაც იზრდება. 1200 მგ მაინც აუცილებელია უკვე დღიურ დოზად. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით B12 და B6. ეს არის ღამის ძილზე, სიმშვიდეზე და გუნება და შრომის უნარიანობაზეც. აუცილებელი არის გავაკეთოთ ასევე ანალიზის შესაბამისად და გემოგლობინის კონტროლი, იმიტომ რომ რკინა აუცილებელია, როგორც ვთქვით, ზოგადი მდგომარეობისთვის. ომეგა-3 ვახსენეთ და ისევ გავიმეორებთ, რომ აუცილებელია მივიღოთ. და რამდენ ხანში ერთხელ ვიკეთებთ ამ ანალიზებს? ისიც უთხრათ ალბათ მაყურებელს, რომ ესე ხო იცი თვითნებურად, თქვათ, არ დავიწყოთ კალციუმის სმა, რა ვიცი, ნებისმიერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საერთოდ მიღებული ჩეკაპი უნდა იყოს ცხოვრების წესად ქცეული. ყოველ 6 თვეში უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ორგანიზმი. ზოგადად აქ არის ლაპარაკი, სისხლის ანალიზი გასაგებია. ყველა ჰორმონსაც თუ მინერალსაც თუ ვიტამინსაც თავისი რაღაც ფაზები აქვს. ფარისებური ჯირკვლა რომელიც ძალიან აქტიურია საერთოდ ქალის ორგანიზმში და მით უმეტეს ამ ფაზაში, საუკეთესო დრო არის გაზაფხული და შემოდგომა კონტროლისთვის. D ვიტამინი აუცილებლად უნდა წელიწადში 2 ჯერ გაკონტროლდეს, ესეც ესევე 6 თვეში ერთხელ. 6 თვეში ერთხელ. გარდა ამის, სისხლის ანალიზით 6 თვეში ერთხელ არის მიზანშეწონილი. გარდა ამისა, გინეკოლოგიური კვლევა, პაპ ტესტი, ეხოსკოპია. ეს უნდა მეკითხა, გინეკოლოგიური ვიზიტი, თქვათ, იცვლება თუ არა +40 ქალებისთვის სიხშირე. თქვათ, 6 თვეში ერთხელ იცვლება. მან არ იცით როგორ არის. მანამდე მაინც 35 წლამდე კიდე მიჩნეულია, რომ წელიწადში ერთხელ რასაკვირველია თუ რამე ჩივილი არ არის. როგორც წესი შემოწმება, მაგრამ შემდეგ უკვე 40 წლიდან მკაცრად 6 თვეში ერთხელ მე ვამბობ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩივილი არაფერია. თორე ამის გარდა თუ რაღაცა პრობლემა არის, რასაკვირველია სასწრაფოდ უნდა მიმართონ. მამოგრაფია ძუძუ აუცილებლად. კონტროლი აუცილებლად გვინდა და დენსიტომეტრია, ანუ ძვლის სიმკვრივის, სიმყიფის გარკვევა. 6 თვეში ერთი უნდა გაკეთდეს და ეს უნდა იქცეს ცხოვრების წესად. და არა რაღაც დოზირებულად ჩართულად ხან კი ხან არა. როგორც წესი. მოდი ჩამოვთვალოთ, ესე იგი, 6 თვეში ერთხელ ეს სისხლის ანალიზი, სადაც შედის ყველაფერი, ხო, მინერალები, ვიტამინები. საერთო ანალიზი სისხლის კოაგულოგრამა, იმიტომ რომ მინდა გითხრათ ჰორმონალური მკურნალობის ჩართვისას, ჰორმონოთერაპიის დროს აუცილებლად ვამოწმებთ მანამდე კოაგულოგრამა, თრომბოზებისკენ მიდრეკილება რომ არ იყოს, რასაკვირველი იმასაც ამ ჰორმონოთერაპიასაც აქვს თავისი რაღაც გვერდითი მოვლენება, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. კოაგულოგრამა ვთქვით, ფარისებური ჯირკვლის ჰორმონი, აუცილებლად, D ვიტამინი, კალციუმი, B ჯგუფს თუ შევამოწმებთ არაჩვეულებრივია, გინეკოლოგთან ვიზიტი, თქვით უკვე პაპ ტესტი და უტრაპგერითი კვლევა, ძუძუს კვლევა, მამოგრაფია არ არის აუცილებელი 6 თვეში, მაგრამ ეხოსკოპიური კვლევა, უტრაპგერითი კი აუცილებლად და დენსიტომეტრია. ძვლის. კი ბატონო, დიახ. კი ბატონო. მანანა, გითხარი, რატომ გვეცვლება ქალებს მეტაბოლიზმი და რატომ ვიმატებთ წონაში 40-ის მერე? განსაკუთრებით მენოპაუზურ პერიოდში წონაშიც ვიმატებთ, სამწუხაროდ ეს წონის მატება აღარ ექვემდებარება უკვე იმ დაკლებას, როგორც ახალგაზრდობაში იყო, ნამდვილად ესე ხდება. ესტროგენის ნაკლებობის გამო ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება. პირველი არის ეს მიზეზი, რომ შენელებული ნივთიერებათა ცვლა იწვევს ცხიმების დაგროვებას, განსაკუთრებით ხდება აბდომინალურ არეში, ანუ მუცლის არეში ცხიმის ჩალაგება. ამასთან ერთად ისევ ესტროგენის ნაკლებობის გამო ხდება კუნთური მასის დაკლება, სამწუხაროდ. როგორ კარგავთ რაღაც წელიწადში ერთხელ 1% თუ რაღაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო რა. მე მგონი 30 წლის მერე ესე არის. კუნთური მასა ნელ-ნელა იკლებს, ცხიმები გროვდება და რაღაც პროპორციულადაც იცვლება ქალის ორგანიზმი, სამწუხაროდ ვერც იკლებ ესე აქტიურად. მოდი ჩაგერთობი, როგორ ახერხებენ? აი
არ ვიცი, დასავლეთში ქალები, ვინც ჩვენ ძალიან მოგწონს ჰოლივუდში, რა ვიცი, ცნობილი მსახიობები, ფორმაში ყოფნას. იცით რა, სისტემატურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის რაღაც, აი ეხლა გავსუქდი და ჯადოსნური მოდი ჯოხი. ეხლა გავხდები. ეს იყო 20 წლის ასაკში და 25 წელს დიეტას ასტრაფოთ, მოდი ეხლა ესე ვიზამ და გავხდები. ესე აღარ ხდება. ანუ ამას უნდა გქონდეს სისტემატური სახე. ეს არის კვების მოწესრიგება, რაც უკვე ვთქვით, რომ ცხოვრების წესი შეცვალა. ცხოვრების წესის შეცვლა ნამდვილად და გადმოსვლა უკვე აბსოლუტურად ჯანსაღ მიდგომებზე და არა მსურვილებზე. ეხლა მინდა გავხდე, ეხლა მინდა ეს ვჭამო არა. აქ უნდა იყოს უკვე ჩამოყალიბებული სწორი ცხოვრების წესი, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რასაკვირველია კვება დაახლოებით ჩვენ ვთქვით ეს კვებაში რა იგულისხმება ცილოვანი კვების მომატება, აუცილებლად ნახშირწყლები, ჯანსაღი უჯრედისი, ვთქვით ჯანსაღი ცხიმები, კი ბატონო. თებში. აუცილებლად თავისი პროპორციებით როგორც არის სიცხის მიღება აუცილებლად რომელიც საჭიროა და ფიზიკური ალბათ უფრო წყალზე გავამახვილოთ ან ყურადღება. წყალი თორე კოფეინი და ალკოჰოლი ზოგადად მიჩნეულია რომ უფრო ნაკლები უნდა მიიღო მენოპაუზის დროს. აქ არის ლაპარაკი დასალევ წყალზე. კი, ნამდვილად არ წვენებ წყალი. და ფიზიკური დატვირთვა. ხო. ესეც სისტემატური ფორმა. როგორ იცვლება? აი მანამდე ალბათ ჩვენ თუ შეგვეძლო რაღაც 30 წლამდე ნებისმიერ კლასზე შესულიყავი, ვთქვათ, იოგა გაგეკეთებინა, აერობიკა და მარტივად +40 უკვე იცვლება, არა სურათი. საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამის გადაწყვეტა თვითონ ქალისთვისაც ძნელი. აქ უკვე საჭიროა ჩაირთვეს ნამდვილად სწორი ინსტრუქტორი, რომელიც ახსნის და ინდივიდუალურად მიუღდება. ცოდნა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ინსტრუქტორებმაც არ იციან +40 ვარჯიშები. ამიტომ თქვი სწორი ინსტრუქტორი უნდა იყოს. იცით რა, ფიზიკურ დატვირთვაში ძალოვანი ვარჯიშებით შედის. ოღონდ ნახეთ როგორი პრობლემა, ეს აუცილებელია ძვალკუნთოვანი სისტემისთვის. ძალოვანი დატვირთვა, მაგრამ უნდა გაითვალისწინო ის, რომ ძალიან ხშირია ამ ასაკში უკვე საშოს კედლების დაწევა, რომელიც ძალიან ცუდად რეაგირებს ჩვენი ელასტიურობის დაქვეითების გამო და ელასტინის და კოლაგენის ნაკლებობის გამო, ეს კუნთი ცუდად რეაგირებს სიმძიმის აწევაზე. ამიტომ ძალიან დაბალანსებული უნდა იყოს. ან ისეთი ვარჯიშები, სადაც შეიძლება არ იდგე და ვთქვათ უფრო მაგის თქმა მინდოდა. იმიტომ რომ ძალოვანი შეიძლება დატვირთო დამჯდარ მდგომარე და არა ფეხზე. ფეხზე მდგომარეობაში მენჯის ფუძე რაც არის. მენჯის ფუძეს აწვება ჩვენი ტორსის მთელი სიმძიმე. ნუ ტორსი დაახლოებით 40 კილო არის. თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ კუნთზე 40 კილო ქრონიკულად არის დაკიდებული, ასე ვთქვათ, რაც ძალიან ისტრესება. საშოს კუნთები მით უმეტეს როდესაც ნამშობიარების საშუა ეს პირდაპირ არის ეს. როდესაც სიხა და როდესაც ჰორიზონტალური მდგომარეობა გაქვს, მაშინ რასაც აი ჰორიზონტალური მდგომარეობა არის საშოს კედლებისთვის მოსვენებული. აი ესეთი დატვირთვა ფიზიკურად შეიძლება ზემოთა ტორსის ვარჯიშიც და ფეხებისაც, ხომ? აი რაღაცნაირად აი ამის დაბალანსება აუცილებლად უნდა მოხდეს დაბალანსება. მე ისიც ვნახე ერთ-ერთ პოდკასტში ძალიან ცნობილი ქალბატონიერი, რომელიც აი ამ კონკრეტულად ვარჯიშის მიმართულებით არის, ქალებზე კვლევა დაიწყეს და თან ჰარვარდში ლექციებს კითხულობს და თქვა, რომ რამდენიმე წელია სულ რაც ქალების ვარჯიშების ზოგადად კვლევა, იმიტომ რომ ჩვენ ხო კაცები ვარჯიშობდით წლები და ერთი 5 წელია ამაზე. ძალიან საინტერესოა. ძალიან კვლევა და ამბობდა, რომ ხტუნვარი ძალიან მნიშვნელოვანი თურმე ძვლის ამ სიმჭიდროვის როგორ ამბობ, სიმკვრივისთვის, ხო? ძვლის სიმკვრივისთვის ხტუნვარი თურმე ამ ძალოვან ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად ეს ხტუნვარი, რომელიც თურმე ამყარებს ამაგრებს ძვალს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მიჩნეული იყო, რომ თითქოს ხტუნვა არაფრით არ შეიძლება და პირიქით, როდესაც ჩვენ კუნთი უკვე აშენებული გაქვს, აუცილებლად ხტუნვა არის მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა. საერთოდ ძალიან სწორი მიდგომა, რომ ქალებისთვის უნდა იყოს ცალკე. აი თქვენ წარმოიდგინეთ, თან კვებას აწესრიგებ, თან დანამატსიღებ აუცილებლად იმ ვიტამინს, თუნდაც კალციუმს და ასე შემდეგ. თან ფიზიკურად ვარჯიშებ, რაღაც კომპლექტი უნდა იყოს, ეს ცალკე მიდგომა უნდა იყოს ესე თორე კაცების ვარჯიშები ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის მიზანშეწონილი ნამდვილად. კარდიო
კარდიოს ვარჯიში. კი, აუცილებელ გულში დასწრისთვის, მაგრამ ამ დროს უნდა გაითვალისწინო, რომ მენოპაუზის ასაკში წნებების თამაში მიდის, სისხლძარღვების ელასტიურობაზე გვაქვს უკვე რისკი, ხოლესტერინის, ანუ ჩვენ რომ ცუდ ხოლესტერინის ვეძახით, ხოლესტერინის მეტი დაგროვება ხდება, ასე რომ კარდიო აუცილებელია, მაგრამ დოზირებული. ეს მამასაც ცოდნა უნდა, ეს ქალბატონი მამასაც ცოდნა ამბობს, უნდა. რომ კი. ესე იგი კარდიოც, ზედმეტი კარდიო, მაგალითად ესეთი გამოწვევის წინაშე დგება ხალი, როდესაც პლუს 40 ასაკში რაღაც ვიმატებთ, ხო, უფრო მეტად და ვეღარ ვიკლებთ ისე როგორც მანამდე აღვნიშნეთ, უფრო მეტ კარდიოს ამატებენ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ კარდიო მერე რაღაც ორგანიზმი ისტრესება, ჩვენი კორტიზოლი, ჩვენს ჰორმონთან, ხო, არ მუშაობს ისე კარგად, როგორც ნამდვილად კაცის გამოიყოფა ჰორმონთან. დიდი და რაოდენობით ამიტომ კი, და კორტიზოლი. ამიტომ იმდენად და ისტრესება, რომ სტრესული შეიძლება ხომალდობა. უფრო მეტად უკუ დაედოს. რეაქცია დაიწყოს, კი. რომ ორგანიზმის და ბრძოლა აი ამ ინსულინიც იწევა კორტიზოლის ამ დროს, გამოყოფის გამო. რაღაცნაირად მუშაობს და ამიტომ ქალებისთვის აი ზედმეტ კარდიოს მაგალითად ურჩევენ უფრო მეტად პადელი ითამაშონ ან ტენისი ან უფრო სხვა ისეთი სხვა აქტივობა. სახის დატვირთვა კი, იყოს. იმიტომ რომ მაგალითად მარტო სირბილი პლუს 40-ში ისეთ კარგ შედეგს არ გამოიღებს, როგორც თქვათ, ჩოგანი რაშიც არის ჩართული, იმიტომ რომ მან ტვენში უკვე სხვა სიგნალი მიდის თურმე და სხვა პოზიტივი მოდის. სხვა განჯანსაღება. პოზიტივი მოდის. კი, და ამიტომ აი ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა კი, და ძალიან საინტერესო მიმართულება, აუცილებელი, აი რომ მკითხო. ძალიან მიხარია, რომ ზოგადად ჩვენთან შემოვიდა ეს კულტურა, რომ ბევრი ახალგაზრდობიდან იწყებს უკვე ვარჯიშს. მინდა გითხრათ, რომ ადრე ესე არისო. აი პაციენტებსაც რო უყურებთ, პროცედურის შემდეგ რაღაც ყველა კითხულობთ, ვარჯიში შეიძლება, და ძალიან მიხარია, რომ ეს ვარჯიში წამოვიდა წინა პლანზე. გადმოიწია. და აი ამ დროს მით უმეტეს აუცილებლობა სწორი ჩართვა. რა თქმა უნდა. სწორი ჩართვა ინდივიდუალური მიდგომას, მაგრამ ზოგადი შეხედულებაც უნდა იყოს, რომ ქალის დატვირთვა ამ ასაკში არის სპეციფიური, აუცილებელი და როგორც სამკურნალო ესე ჩვენება. იოგა არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი. იოგა თავის სუნთქვის ვარჯიშებით, აი სახსრების ელასტიურობისთვის, ემოციური ფონის შესაქმნელად, დასამშვიდებლად იოგა არის არაჩვეულებრივი. ძალიან, უბრალოდ იმიტომ რომ ძალისმიერი ვარჯიშები აუცილებელია და კუნძ კარგავთ, მარტო იოგა აღარ არა, გშველის. მარტო არა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ხო და კომბინაციაში. აღმოსავლურ ფილოსოფიას გავიხსენებ, რომ ესე იგი მართლა საკუთარ თავს რო უთმობ დროს უკვე გექნება ყველაფერი. აი რამდენად სწორად არის გათვლილი, რომ გადაწყობა ხდება შენ თავზე. ანუ შენი როლი ცხოვრებაში შეასრულე შთამომავლობის მიცემით და ზრუნვით და დაამთავრე. ეხლა მოვიდა დრო, როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში უნდა მოხვიდე. და მოდი აღვნიშნოთ ძილის ფაქტორი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება აღდგენა ორგანიზმის და ამას რო დაუთმოთ, თქვათ დრო, რომ აღდგენა რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმონალური ფონისთვის. ძილის კულტურა, ასე ვთქვათ, აუცილებელია. ის შფოთვები, ოფლიანობები და რაღაც წამოხურებები და ხელშემშლელი ფაქტორები გასაგებია, რომ მისახედია და სამკურნალოა და ჩასართავია ჰორმონი იქნება თუ მინერალი თუ ვიტამინი, ხო, მაგრამ ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც ახალგაზრდობაში იყო, ღამის თევა, იქ რაღაც გადაცდენები რეჟიმის, რომელსაც ადვილად აღვიდგენდით, მენოპაუზის ასაკში ესე აღარ ხდება. ამიტომ ძილის კულტურა დაერქვა ამას, რომ რაღაცაზე უნდა თქვა ვარი, იმიტომ რომ შენ ორგანიზმ მიცეის საფუძვე, რომ მეორე დღეს უკვე კარგად გამოიყურებოდე, იყო შრომის უნარიანი და რაღაც სრულფასოვანი. ძილი აუცილებელია. B6 მუშაობს ძალიან კარგად ამ ძილის ფაქტორზეც, მინდა ვთქვა და იმიტომ ვახსენეთ კიდევაც, რომ ბეჭდგუფი აუცილებლად შესაძლოა. მაგრამ ანალიზის შედეგად არა? ყველაფერს ვაკეთებთ ანალიზით და კონტროლით. იმიტომ რომ ეს ანალიზებიც კი შეიძლება ერთხელ არის დეფიციტი, მაგრამ კონტროლი სულ უნდა. იმიტომ რომ შეიძლება D ვიტამინი გვაკლდეს და ძილი გქონდეს მოუწესრიგებელი და შფოთი გქონდეს, ხო? მუშაობს, ეგეც ვთქვით, კი ბატონო, ასე რომ კონტროლი რასაკვირველი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი და რუტინულად 6 თვეში ერთხელ ვთქვით, რომ ეს აუცილებელია. კი. კი ბატონო. ასევე მოდი აი კიდე რა რჩევები არის თქვათ ისეთი, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ. კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ არის რაღაც პროცედურები, რომლებიც ამ დროს ქალბატონმა უნდა გაითავისოს.
ესთეტიური თვალსაზრისით მოგვეხსენება, რომ ეს დატენიანება იქნება ზოგადად კანის სახის მხოლოდ თუ კანის ეს ყველაფერი ვიცით და ასე შემდეგ, რაც ეხება ესთეტიკას, მაგრამ მე სამედიცინო მხრიდან შევხედავ და ვიტყვი, რომ ამასაკისთვის, განსაკუთრებით ამასაკისთვის აუცილებელია კიდევ ვაგინალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ძალიან მწვავდება პირველ რიგში სიმშრალის გამო, იმიტომ რომ ეს არის უკვე პათოლოგია, ატროფიული ვაგინიტი, რომელიც ძალიან შემაწუხებელი ხდება. ეს უკვე მენოპაუზა რო დადგა? მენოპაუზის დროს, კი ბატონო. პირველი მიზეზი არის ესტროგენის არარსებობა დატენიანების მხრივ და იწყება ვაგინალური ატროფია. რაზეც მინდა გითხრათ, რომ პაციენტები რო ვეკითხებით მენოპაუზაში, ხო? არა, სიმშრალე არ მაწუხებს, მე ეს არ მაქვს. ეს დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ არ გაწუხებს, არნიშნავს, რომ არა გაქვს. გაწუხებს იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გართულებული ფორმაა და როდესაც უკვე პათოლოგიურად გამოიხატება ეს შენი სიმშრალე, თორემ როგორც კი ესტროგენი ჩერდება ორგანიზმში, იწყება უკვე და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ქალმა? იცით რა, დამატენიანებლებიც არსებობს ზოგადად. დამატენიანებას გულისხმობთ მაგალითად ჰიალურონს, რომელიც ის მკურნალობა არ არის. ჰიალურონის სანთლები? ჰიალურონის სანთლები, კი ბატონო. ეს მკურნალობა არ არის, ეს პერიოდულად რაღაც მიწოდება. არსებობს სანთლები, რომელიც ესტროგენს შეიცავს და ხმარობთ სანთლებს, რასაკვირველია, ადგილობრივად ვაგინალურ სანთლებს. ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე მდგომარეობა გვაქვს. მწვავე მდგომარეობა საკმაოდ შემაწუხებელია და მოდიან ისეთი ჩივილით, რომ უკვე გაუსაძლისი ხდება ეს ჩივილები. ეს არის წვა, ქავილი, აი საშინე დისკომფორტის სქესობრივი კონტაქტის დროს ჩაგეკითხები, შეიძლება არ მიიყვანოს ქალმა მაგ მდგომარეობამდე? აი ბახსენერო, როცა არ აწუხებს, ამბობს, რომ არ მჭირს, არ არის სწორი. უკვე დაწყებულია. როდესაც შეგაწუხებს, უკვე პათოლოგიურად გამოიხატა. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ მენოპაუზაა და რაც უნდა შენ ვერ იგრძნო, ეს პროცესი უკვე არის და არ არსებობს ესტროგენის. ესე იგი აღარ არის დატენიანება. ანუ დაიწყო, რაც დროზე ჩავერევით, მით უკეთესია. იმიტომ რომ არ მივიდეთ გამწვავებამდე და აღარ მივა გამწვავებამდე. რასაკვირველია, თავიდან ავიცილებთ აი ამ გამწვავებას და მაგრამ ეს არის ანუ ცხოვრების ბოლომდე ამ რუტინას მიყვები, ხო? ცხოვრების ბოლომდე, იმიტომ რომ სახეზე, კანზე, სუისვამ კრემს და თუ არ წაისვამ გამოგიშრება. კი ბატონო, სულ ვცდილობ, მაგრამ ხო მაინც სულ არის გასაკეთებელი. ზუსტად ესეა, მით უმეტეს თქვი, რომ ვაგინა გაცილების სტრესულ მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენი სახის და კუნთი ყველგან ერთნაირი აქვს ორგანიზმს, ხო? როგორ სახის კანს, სახეს ვცდილობ არ დაბერდეს, მაგრამ ასაკი თავისო შვება. იგივე ხდება ვაგინალურ მდგომარეობაზე, ნამშობიარები, უკვე სტრესული, პირველი ვაგინალური რელაქსაცია არის მშობიარობის შემდეგ. ამის შემდეგ მთელი ცხოვრება, ხა იქ ჭარბიწონა მუშაობს, იქ სიმძიმეების აწევა, იქ ცხოვრების წესი დიდხანს ფეხზე დგომა, ეს ყველაფერი ტვირთავს ვაგინას. შესაბამისად, სულ სტრესულ მდგომარეობაშია. მენოპაუზის დროს უკვე, როდესაც ეს გამომკვებავი და მაცოცხლებელი ესტროგენიც აღარ არის, მით უმეტეს. ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე უკვე მენოპაუზაზე ვამბობ, დაწყებული მენოპაუზიდან ბოლომდე, სულ უნდა გქონდეს ესეც ჩვევათ, ასე ვთქვათ, რომ გინეკოლოგის კონსულტაციის დროს რასაკვირველია, გინეკოლოგიც უნდა უხსნიდეს და ეუბნებოდეს, რომ მისახედია. რაც შეეხება სიმშრალეზე ვილაპარაკეთ, ვთქვით, რომ არსებობს სანთლები, არსებობს დამატენიანებელი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი გვერდითი მოვლენა, მაგალითად ესტროგენულ სანთლებს. ვერ ვნიშნავთ აქტიურად ხანგრძლივი პერიოდით, იმიტომ რომ იწვევს ზოგადად თრომბოზებისკენ მიდრეკილებას და ძუძუს მხრივ არის ძალიან საფრთხილო, იმიტომ რომ ძუძუს არის ესტროგენ დამოკიდებული და ბევრ ესტროგენს ვერ ჩავრთავთ. უბრალოდ მწვავე მდგომარეობიდან გამოვიყვანთ. აი ამ დროს ვიხმართ. არის ლაზერული ვაგინალური პროცედურა, რომელიც ამ მხრივ იდეალურია, იმიტომ რომ ეს არ არის ჰორმონი, ეს არ არის სინთეზური არანაირი მედიკამენტი, ეს არის ლაზერის სხივი, რომელიც არის ორიენტირებული კოლაგენის და ელასტინის სინთეზზე, ანუ დრეკადობას აღადგენს, არის ორიენტირებული წყლის უჯრედულ ფაქტორს რთავს, უჯრედს აქტიურებს და გამომუშავდება ლორწოვანი შრის გასქელება ხდება, გამომუშავდება კოლაგენი და ელასტინი და შესაბამისად დრეკადობა იჯდება და ეს კვედლების დაწევაც ხდება უფრო შეუმჩნეველი.
მინდა გითხრათ, რომ გარდა ამისა, ზოგადად სხვა დადებითი ისიც აქვს თვისებები ამ ჩვენ ლაზერს, ეს არის საშოს ფლორის აღდგენა და შენარჩუნება. ეს არის მგზნობელობის მომატება, რაც ასევე მით უმეტეს მენოპაუზურ ასაკში ძალიან საჭიროა. და კიდევ ის ერთი კარგი და მნიშვნელოვანი ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უჯრედის ბიოსტიმულაცია კეთდება. ეს პროცედურას წელიწადში ერთხელ უნდა იმეოროს ქალბატონმა. იმისთვის, რომ არ მევიდეს საბოლოოდ ქირურგიულ ჩარევაზე, ეს არის კედლების მესამე ხარისხის დაწევა, უკვე ისეთი, რომ უკვე სხვა გამოსავალი არ არის და მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას, რომ არ მივიდეს ისე მწვავე ატროფიებამდე, რომელიც შემაწუხებელია, როგორც წესი წელიწადში ერთხელ აღდგენითი ესეთი პროცედურა უნდა ჩატარდეს. მოდი დავაკონკრეტოთ, რომ როდიდან არის სასურველი ამ პროცედურების რა ასაკიდან დაწყება, დაველოდოთ თუ არა მენოპაუზას, თუ როგორ მოვიქცეთ? ეს პროცედურები საერთოდ მიზანშეწონილი არის მშობიარობის შემდეგ 6 თვეში. იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ მშობიარობა არის პირველი სტრესი ვაგინასთვის, ეს არის რელაქსაციის სინდრომი, დიაგნოზად ვწერთ უკვე, როდესაც მოდუნებული კედლები გვხვდება. რასაკვირველია, იმდენად ფართოვდება საშო მშობიარობის დროს, რომ აი როგორც ბუშს გავბერავთ და მე ჩაიფუშება, კი, ჩაიფუშება, მაგრამ კედლები ხომ მაინც უკვე მორბილებული რჩება. ის ბუშტის როგორ იყო აღარ ხო? ესევე არის ეს კუნთიც, ის კი მე ვიწროვდება, მაგრამ ის მიდგომა, რომ თავისით აღდგება, ესე ვერ ხდება. სამწუხაროდ მაინც უკვე მოდუნებული. ანუ მშობიარობის შემდეგ. მშობიარობიდან 6 მოდი ესე თვეში. ვთქვათ სიტყვაზე 23 წლის, 20 წლის ნებისმიერ ასაკში როცა ნებისმიერ მშობიარობის დროს ხდება გაფართოება. 20 წლის იყო, 19-ის იყო. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ უცხოეთში ესეა მიღებული, რომ ექიმი ნიშნავს თვითონ მიანი 6 თვეში. იმდენად ეს არის არა კოსმეტიური და ესთეტიური პროცედურა, არამედ სამედიცინო, რომ დაზღვევაც ანაზღაურებს და დაზღვევაც ითხოვს ამას, რომ გაკეთდეს. 6 თვეში როგორც წესი ინიშნება იმისთვის, რომ ქალს ჰქონდეს შემდეგ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება. რაც დღევანდელ დღეს მით უმეტეს ითვლება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი, მაგრამ ამას გარდა ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა? რასაკვირველია, ჯანმრთელობის გულისთვის პირველ რიგში მაგისთვის ინიშნება. ანუ დანიშნა პირველი აუცილებლობა ეს არის მშობიარობის შემდეგ 6 თვეში. შემდეგ ამ ასაკში, როდესაც ესტროგენი მუშაობს, აქტიურია და გვეხმარება ყველანაირად, ვამბობთ, რომ შემდეგ მშობიარობამდე თუ ქალბატონს არ ექნება რაიმე ჩივილი. მაშინ შემდეგ მშობიარობამდე შეგვიძლია მოვითმინოთ. დაველოდოთ. შემდეგ მშობიარობის მერე ისევ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. და უკვე 40 წლის ასაკში ვამბობთ, რომ აქ უკვე საჭირო როგორც პერიმენოპაუზა, ანუ იწყება უკვე დეფიციტი, აირია უკვე ციკლი, ესე იგი უკვე ნაკლებობისკენ მივდივართ. თუ არ აირია ციკლი, მაინც უნდა გაიკეთოს ნამშობიარობა. ყველაზე კარგი არის აი შემდგომი გათვალისწინებით მენოპაუზისთვის, მენოპაუზამდე 4-5 წლით ადრე დაწყება. ოღონდ ეს უკვე გულისხმობს წელიწადში ერთხელ. აჰა. მანამდე ესეთი სიხშირით არ არის. მანამდე ესეთი სიხშირით არა, თუ არ აქვს პრობლემა. გარდა ამისა, ეს პროცედურა ძალიან კარგად მუშაობს შარდის შეუკავებლობაზე. რატო ხდება შარდის შეუკავებლობა? ისევ კუნთების დაწვევის გამო. იმიტომ რომ კუნთი დუნდება, იმიტომ რომ კუნთი მორბილებულია, სფინქტერიც აღარ იხურება, დრეკადობა აღარ არის და ვეღარ იკავებს შარდს ქალბატონი. ამას ქვია სტრესული შეუკავებლობა. დაცემინების დროს, დახველების დროს, ვარჯიშის დროს, ხტუნვის დროს, მაგ დროს ხდება ოდნავ შარდის თუნდაც წვეთის გამოყოფა, რაც არის სტრესული. თუ სტრესულ შეუკავებლობას არ მივხედავთ, შეიძლება გადავიდეს უნებლივ შეუკავებლობაზე, რომელიც ძალიან წარმოუდგენლად აუტანელია ქალისთვის, წარმოუდგენლად. მინდა გითხრათ, რომ ხშირია მომართვიანობა მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა გოგონებში, რომ შარდის შეუკავებლობა ეს მშობიარობის გამოა. ძალიან კარგად აღდგება ლაზერის გამო და მშვიდად შეიძლება შემდეგ, იცით რა, კომპლექსი ემართებათ, უკვე საშინელებაა წარმოიდგინეთ და რამდენად ბედნიერება, რომ აღარც ნერვიულობ, აღარც ფიქრობ, ყველანაირად გაფერხებს ცხოვრებაში ეს მომენტი, რომ სულ ტუალეტი უნდა ეძებო, სულ დისკომფორტი გქონდეს, ასე რომ შარდის შეუკავებლობისთვის ეს არის არაჩვეულებრივი და მენოპაუზაში მით უმეტეს, კუნთი უკვე დასუსტებულია, დარბილებულია და
ძალიან ხშირია მენოპაუზაში, როგორც წესი შარდის შეუკავება. ეს ორი სიმპტომი, სიმშრალე, საშოში და საშოს შარდის სტრესული შეუკავებლობა პირდაპირ ჩვენება ლაზერისთვის. და მინდა გითხრათ, რომ შედეგიც გვაქვს არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი, ძალიან კარგად ექვემდებარება. ოღონდ ავამბობთ უკვე შორს წასულ შემთხვევაში, მესამე ხარისხის დაწყებაზე, უკვე უნებლიეში როა გადასული შარდვა, ამიტომ უნდა დროულად ამის ორგანიზება, რომ დაიწყო და იკეთო წელიწადში ერთხელ, რომ არ მიხვიდე ქირურგიამდე და არ მიხვიდე ცხოვრების რაღაც დასტრესვამდე. და რამდენი პროცედურა ჭირდება ამ ლაზერს? წელიწადში ერთხელ? წელიწადში ერთხელ, მაგრამ მოწოდებული არის 3 პროცედურა. თვეში ერთხელ კეთდება, ანუ 1 თვის შუალედით პროცედურა. პროცედურა არის არაჩვეულებრივი, 5 წუთის განმავლობაში სულ რაღაც, მაქსიმალურად 20 წუთში ქალბატონს შეუძლია მოვიდეს, გაიკეთოს პროცედურა და შესვენებაზე შეიძლება გამოვიდეს სამსახურიდან. არანაირი შეზღუდვა არ აქვს? არ აქვს გართულებები, არ აქვს შემდეგ რეაბილიტაციისთვის რაღაც. თვითონ პროცედურა მტკივნეულია? აბსოლუტურად მტკივნეულო, არ მოითხოვს ანესთეზიას და პირველ პროცედურაზე კი მოდიან ცოტა დაძაბულები და შეშინებულები, მაგრამ შემდეგ უკვე სრულიად მშვიდად, წნარად გაიკეთებენ და მიდიან. ერთადერთი არის, რომ 3 დღე გვაქვს თავშეკავება, ცხელი პროცედურები, ეს არის საუნა და სოლარიუმი. ფიზიკური დატვირთვა სიმძისგან ისედაც მოვუწოდოთ, რომ შეიკავოთ. ზოგადად ეგ თემაც გასარჩევი თემა. სქესობრივ კონტაქტი 3 დღე. დანარჩენი უკვე ხარ აბსოლუტურად თავისუფალი და ძალიან ბედნიერი პრობლემებს იხსნით. მან ერთი კითხვა მაქვს, ანუ საკმარისი არის თუ არა მხოლოდ ეს ლაზერი? ანუ ხო არ უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ, ვთქვათ, რუტინაში კუნთების, ვაგინალური კუნთების ვარჯიში. იცით რა არის? ეს ლაზერი ძალიან კარგი სტიმულია იმისთვის, რომ კუნთი გამოცოცხლდეს, გამოიღვიძოს და დაიწყოს ფუნქციონირება. მაგრამ არსებობს კიდე ცალკე ვაგინალური კუნთების ვარჯიში, კეკელის ვარჯიშები, რომელიც ძალიან კარგია. თუ სისტემატურად კეთდება, ამ ვარჯიშებსაც აქვს თავისი დასაწყისი ფორმები, უფრო გართულებული, უფრო ესეთ სერიოზული მიდგომაც უკვე ვარჯიშის მხრივ, მაგრამ ელემენტარული ვარჯიშებიც რომ სულ აკეთოს ქალმა, დაიკეთოს ლაზერის პროცედურა, სისტემატურად აკეთოს ეს ვარჯიშები, თუნდაც არართული ვარჯიშები, მარტივი, რომელიც ყოველდღიურობაში უპრობლემოდ აკეთებს, ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს ერთობლიობაში. შეიძლება არც მივიდეს ოპერაციამდე, ხო? ეს არის პრევენცია, რომ არ მივიდეს. მაგრამ ნუ ალბათ არის რაღაც შემთხვევები, სადაც ოპერაცია გარდაუვალია. დაგვიანებული შემთხვევები, მოდიან ქალბატონები, რომლებსაც გავიგე ჩარდის შეუკავებლობა, წარმოუდგენელი ესე გვაქვს და რომ ნახავთ ვეუბნებით, რომ სამწუხაროდ დაგვიანებულია. მაგრამ ხო შეიძლება მშობიარობის დროს თქვათ ისეთი ტრაუმა იყოს, რომ ოპერაცია გარდაუვალია თუ არ არის, შეიძლება. იცით რა, მშობიარობის ფიზიოლოგიურ მშობიარობას თუ განვიხილავთ, იქ არ არსებობს ისეთი იყოს. შემთხვევა, ქალს ყავს 5 შვილი გაჩენილი სიტყვაზე და არის 50 წლის. მანამდე არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, არც ვარჯიშები, არ ჩართულა ამ კუთხით, თქვათ, მოვლაში და თქვათ, აი შესაძლებელია, რომ ამ ლაზერით და ვარჯიშებით გამოიყვანოს თავი მდგომარეობიდან და არ დაჭირდეს ოპერაცია. ინდივიდუალური აბსოლუტურად, იმიტომ რომ 5 შვილი ყავს, დაუშვათ 50 წელს მივაღწიეთ, მაგრამ როგორია წონა? წონას ვამბობთ, იმიტომ რომ დატვირთვა როგორი აქვს ყოველდღიურად საშოს კედლებზე. წონაც ხო, ესე იგი, ზედმეტი წონა ნამდვილად არ არის სასურველი ამ პრობლემისთვის. არც ძვლებისთვის, არც აღსრებისთვის, არაფრისთვის. რასაკუთრებად ჩვენ ახლა ვაგინალურ პრობლემას განვიხილავთ, ზოგადად რასაკვირველია. საინტერესოა ცხოვრების წესი როგორია. ზოგს სხვა პირობები, ანუ სიმძიმების აწევას გულისხმობს, ზოგს ისეთი მდგომარეობა აქვს ოჯახში, რომ იძულებულია, ხო, სულ სიმძიმესთან კონდეს შეხება. ეს მეორეც. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურად როგორი კუნთია თავისი. ზოგის უფრო რბილია, ზოგის უფრო მკვრივია, ასე რომ ინდივიდუალურად უნდა ვნახოთ, მაგრამ ამ ასაკში 5 ნამშობიარებს ნამდვილად აქვს შანსი, თუ მდგომარეობა არ აქვს მისული, იქამდე ეს არის პირველი ხარისხის დაწევა კედლების და მეორე ხარისხის დასაწყისი, ნამდვილად შეიძლება ამის.
აღდგენა იცით როგორ პრევენცია. ხდება ის რომ დავაბრუნოთ სუმთლად ქალიშვილობის ასაკამდე წარმოუდგენელია მე მგონი როცა- ისედაც წარმოუდგენელია ხო არა, ნამშობიარები წარმოუდგენელია, ნამშობია ხო ვთქვით ბუშტი რომ არ გაიბერება, არსებობს, რაც ხო. არ უნდა და ნუ და ის ოპერაციით კედელი მაინც ბრუნდება? ვერა, ვერა. ვერა, ისე მაინც ვერ ოპერაციას იცით რა ხდება? ისეთი რეზექცია ხდება სოლისებური იმის ამოჭრა ხდება ნაწილის და აი ამოჭრის მერე შეიკერება, ხო, ზედა კედელი, ქვედა კედელი. მგრძნობელობაზე რა ხდება ოპერაციის შემდეგ? იცით რა არის სამწუხაროდ სადაც ნაწიბურია იქ მგრძნობელობა რასაკვლევის კელოიდის აზრში ჯობია მოკლედ ოპერაციას ქალბატონები აერიდონ და მოვლის იცით რა ნამდვილად ჯობია ლაზერი ოპერაციას მაგრამ ის შემთხვევა როდესაც ქირურგიულია ვერაფერს ლაზერი ვერ ისწამს ანუ ერთმანეთის ალტერნატივა არ არის უბრალოდ თავის ჩვენება აქვს ლაზერს თავის ჩვენება აქვს ქირურგიას ერთმანეთს ვერ შეცვლიან მაგრამ ადრეულ ასაკში როდესაც შეიძლება ლაზერით ამ კუნთის გამოცოცხლება უბრალოდ საცოდაობა იქ ქირურგიის ჩარევა რა. ქირურგიასაც თავის ვის აქვს, თქო თქვით, ჩვენება. არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ქირურგიასაც აქვს თავის ვადა, სადღაც 7-10 წელი, იმიტომ რომ ეს შეკუმშული თუ გაკერილი ეს ისინი, ის მაინც შემდეგ დანარჩენი კედლები ხომ რბილდება, ისევ ეშვება. 10 ნუ კარგით, ახლა როდის 30 წლის ასაკში გავაკეთოთ ქირურგია? თუ რაღაც ისეთი ჩვენება არის. 40 წლის ასაკში ისევ რომ დაიწყება ისევ გავაკეთოთ 50 წლის რამდენი ამოვჭრათ. აი ეგ არ ვიცოდი რომ ერთჯერადად ეს არ კეთდება. არა, ესე ნამდვილად არ არის ახლა მიზანშეწონილი. ასე რომ მინდა გითხრათ რომ დროული ჩართვა ლაზერის არის არაჩვეულებრივი პრევენცია რომ არ დაგჭირდეს ქირურგია, მაგრამ თუ არაფერი არ გაკეთდა და თუ ისეთი მდგომარეობა რასაკვირველია ქირურგია არის ალტერნატივა. ესეც გასათვალისწინებელია. უღრმესი მადლობა. და რავი, ძალიან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. და მე განსაკუთრებით ბოლოს მინდა ისევ ცაწყის დაუბრუნდა და ვთქვა, რომ მოდით მენოპაუზას შევხედოთ ოპტიმიზმით, შევხედოთ იმიტომ რაღაც ახალი ეტაპი გვეწყება, საკუთარ თავზე ორიენტირებული, რაღაც ახალი სიამოვნებების მიღება და რაღაც თვით დამკვიდრება უკვე აბსოლუტურად მშვიდ და წყნარად და სრულფასოვნად. ასევე შეიძლება პიროვნული ზრდისთვის გამოვიყენოთ ეს პერიოდი. ნამდვილად. დიდი მადლობა. ძალიან კაი საუბარი გქონდა, სასიამოვნო, საინტერესო და შემეცნებითი. მადლობა. ნახვამდის.